და ეგ არის let's go. სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ესე იგი ახალი ლოკაცია და ვფიქრობ, რომ ალბათ ესეთი ფორმატი ალბათ მე არ მქონია პირველად გამოდის. დღეს მეგობრებო განვიხილავ თავიდან ესე იგი რაც იყო ესე იგი დადებული ზევიდან ყდაზე ვფიქრობ ამას YouTube-ზე დავდებ, BioCouch-იც დავდებ. სამუშაო დღის დასასრული და ეხლა ვზივარ კომპიუტერთან აქ ჩემთან დარბაზში. აქ არის იმშვიდე მაქსიმალურად ის ვარიანტი ხომ ფოკუსირებული, როცა რაღაც გარკვეულად დაგროვილი მაქვს მიახლოებით 2-3 რაღაც გარკვეული კონსულტაცია, თქვათ ამოდივარ ხომ აქ და მუშაობ. ფაქტიურად დღეს ვისაუბრებ ანალიზებზე მეგობრებო, ანალიზებზე რაც ფაქტიურად მივიღე მიახლოებით 5 დღის წინ მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი კონსე ახალგაზრდა. კურსაც ფაქტიურად ვიტყვი, რაც ქონდა ციკლი, მაგის ნებართვით თქმა უნდა ამ ანალიზებს განვიხილავ და ეხლა მაგის სახელი გვარი არ გამოჩნდება და რაღაცა, მაგრამ ფაქტიურად ანალიზებს განვიხილავ მეტწილად. რატო არ მიყვარს მე ტრენი ზოგადად ხანგრძლივ პერსპექტივაზე, მაგას ვილაპარაკებ და შევეხები რა ვიცი ანალიზებს და რაღაც გარკვეული ისეთ light რაღაცა მოსაზრებას ჩემსაც გამოთქვა ფაქტიურად, იმიტომ ესეთ ფორმატის ვფიქრობ, რომ საინტერესოა რა. ალბათ იქნება თქვენთვის საინტერესო. ანალიზები ჩაბარებული არის ძალიან ჯგრულად, თითქმის ყველაფერი. ნიუანსი ფაქტიურად რაც გავამოხვილებ ყურადღებას, ახლა ბევრი რაღაცა ეკრანზე უიჭველი ამოვა ის ანალიზები რა და ბევრი ხა ფაქტიურად ისეთი წითელი გრაფები არის ანთებული, მაგრამ ნუ ამაზე უარესი წვეთში მინახია. ახლა რო თქვა გულახდილად, ამაზე ცუდი ანალიზები წვეთში მინახია. და ახსნებ ნიუანსებს, რომ არ არსებობს რაღაცა გარკვეული პროტოკოლი სტერიკების თქვა, რომელიც ყოველ ადამიანს ინდივიდუალურად მოერგება. ეგ ერთი ნიუანსი. მეორე აი ესეთი ანალიზებით ახლა ადამიანი რო არის თქვა, ნუ გონია თუ ადამიანი მომენტში კვდება, ალპება, რაღაცა თქვა, რაღაცა მოსდის, მოკლედ საერთოდ ყოველთვის დიდ გრძელ პერსპექტივაზე არის უზომოდ ცუდი ესეთი ანალიზებით სიარული რა. და ყველაზე მთავარი ხა რაც არის ფაქტიურად პირველი ხა შეკითხვა რაც იყო, რა ციკლმა ცოტა გამაოცა, იმიტომ რომ ფაქტიურად ციკლი ქონა ძლიერი რა. ის იყო რომ ხანგრძლივ პერსპექტივაზე იყო მაგ ციკლზე როგორც მითხრა თვითონ მიახლოებით გამოდის უკვე ერთი 3 თვეზე ზევით რაც ახლა დოზირებებს მე ვიტყვი წინ ფაქტიურად რა და კურსი ქონა რა ქონა ესე იგი 750 ქონა ტესტი სადღაც 600 ქონა 600-700 ქონა ტრენი 500 ქონა ნანდროლონი და ქონა ტაბლეტებიდან თორცდები ტურინაბოლი 60 მგ დღეში რა ну ისეთი პიზდეცური კაროჩე ფაქტიურად ციკლი არის ციკლი იმპონჩი რომ წონით მიახლოებით ეს ადამიანი არის მიახლოებით 104-105 კილოგრამი რა და ისეთი სიტუაცია გავჭიდელია ისეთი სიტუაცია ფაქტიურად რომ კურსი ძალიან ხარდკორულია ვიტყოდი და ეხლა როგორ ნიუანსებს ესე იგი დაუყვები რა ოიჭველი გრაფები ამოვა მაღლა და განვიხილოთ ყველაფერზე ვიტყვი რაღაც გარკვეულად ჩემს აზრს და რატო არ უნდა იყოს ეს ვარიანტი რატო არის აუცილებელი ანალიზების ჩაბარება ყოველი ვიტყოდი მიახლოებით რაც კურსი არის უფრო ისეთ ხარდკორული რო არ გავატრაკოთ მიახლოებით ყოველ 5-6 კვირაში იდეალურია თუ ჩაბარდეთ ანალიზები. ეგეთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ფაქტიურად, რაც ახლა დოზირებები ამ ადამიანს აქვს, ეგ დოზირებები ხა 3 თვე და 4 თვე მით უმეტეს არ არის ახლა რეკომენდირებული რა, იმიტომ რომ საერთოდ როცა მივა საუბარი საერთოდ ჯანმრთელობაზე, მანდ-ოფში ტრენი საერთოდ რეკომენდირებული არ არის. მაგრამ არის და ლично ჩემს სანაცნობოში, საახლობლოში არიან ისეთი ტიპები, რომლებიც ტრენის მიკროდოზინგზე არიან, თქვა რაღაცა მიკროდოზირებას იღებენ, თქვა მიახლოებით აცეტატს, მიახლოებით უხეშად 10-15 RTU-ს კვირაში მიახლოებით 3-ჯერ. და რა ვიცი ანალიზები აქვს ნორმალური და თავისუფლად ნორმალურად, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა ტრენი რო იზრავა დრაივს, რაღაცა თქვა გარკვეულად ფამს, ზარღვებს, ისეთ ვარიანტში ძალას, სხეულის ეკომპოზიციას ბაზარი არ არის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა რაც ახლა ვილაპარაკებ წინ ახლა ყოველთვის დისკლეიმერი ამოვათქვა რა არ ვიცი, მაგრამ რეკომენდაცია არასდროს არ არის ჩემი ვიდეოები სამი მოქმედებისთვის, ეს არის უბრალოდ პირიქით იმისთვის, რომ რაღაცა თავი დაიზღვიოთ და რაღაცა აზრი გქონდეთ ვაფშე რა საკეთებთ და რატო და როგორ, იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოში რა ვიცი, ვცდილობ მაქსიმალურად ეხლა მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო ამ მხრივ, რაც რაღაცა ცოტა ცოდნა გამაჩნია, იქნება ხალხს გაუზიარო და მიახლოებით წარმოდგენა გქონდეთ, რომ არ არის ისე, რომ აი ვიღაცა ბიძია მიქ საიდანაც ვიღაცა რა ვიცი, გედევანი ბიძიამ რაღაცა მითხრა და მე იმას ვიკეთებ რა. ესე არ არის მეგო. პირველ რიგში ფაქტიურად ეხლა აქ კომპში ამოვა ეს ანალიზების ვარიანტი რა. რაც აქ უყურებ ფაქტიურად, აქ არის მიახლოებით ეხლა პირველი გრაფა რაც არის, დავიწყებ ფაქტიურად პროლაქტინი და ესტრადიოლით ეხლა რა. ტესტოსტერონი ხა როგორც არის თავისუფალი ინდექსი რაღაც ეს ყველაფერი HSPG ყველაფერის ბოლემენი დასაშვები იყო ფაქტიურად რა და პროლაქტინიც ხა რაც არის აქ 620 ეს არის ფაქტიურად ისეთი პროლაქტინი ჯერ საინტერესო ის არის რომ ნანდროლონის და ფაქტიურად ტრენიც ორივე პროგესტოაქტიული პრეპარატი არის ფაქტიურად და
ეგენი ერთად შეთავსებაში ხანგრძლივ პერსპექტივაში ვიტყოდი რომ არა. მასთან პირველ რიგში ტრენი პირველ რიგში მე იმიტომ არ მიყვარს. მინახია იდეალური ანალიზები ტრენზე საერთოდ რა და უბრალოდ იმიტომ არ მიყვარს რომ ნეიროტოქსიკურია, ანუ უფრო ისტორიაში ადამიანის ნერვული სისტემა ეცვლება. ვიცით შევთავზე გამიცდია რომ მიახლოებით როგორც იწყება უხეშად მიახლოებით მესამე მეოთხე კვირა ტრენის შემდეგ ნორმალურ დოზირებებზე როცა მიდის საუბარი რაღაცა თქვა სპორტული პერფორმანსის გასაუმჯობესებლად, მანდ უკვე მიდის საუბრები ალბათ მინიმუმი ალბათ 300 მგ-დან ზევით ტრენზე რა. 250-დან იწყება ეგ ფაქტიურად რა და ისეთი ნიუანსია რომ ადამიანს განწყობა ეცვლება, ანუ ხდება შეიძლება უცებ საღამოს თქვა რავი მოგაწვეს რაღაცა თქვა ელემენტალურ რაღაცა თქვა ფილმის ყურების დროს ცემლი და ტირილი და შეიძლება კიდე რაღაცა ძალიან უბრალო რაღაცა კომენტარმა თქვა რაღაცა თქვა ვიღაც რაღაცის გამონათქომა იმენ აგაფეთქოს და ძალიან ისეთ ვარიანტში ცუდ განწყობაზე და ცუდ ის ვარიანტში დაგაყენეს რა. ამიტომ ადამიანი ალბათ სახიფათო მაშინ არის რეალურად თორსა არის არასტაბილური რა როცა არის რაღაცა თქვა იმიტომ არის ადამიანსგან როგორც ნუ რაღაცა ვარიანტში უც გიჟი რა ეს ვარიანტი არის რას მოლოდები რაღაც მომენტში ადამიანსგან რა და ტრენი როგორი თემა არის ფაქტიურად ანუ არ ვიტყოდი რომ მინასში ვაიქვებით სასროლი პრეპია და რაღაც არის სპორტში მაგის გარეშე ყველა ელიტა ფაქტიურად ვინც კი სპორტში ვისთანაც მე მქონე ურთიერთობა და ვისთანაც ვიცი ყველა ტრენს გამოიყენებენ მაგრამ ისე და ისე მოკლე პერსპექტივაში რა ანუ ხანგრძლივ პერსპექტივაში არა პლუს ფაქტიურად ახლა ადამიანზეც დამოკიდებული რა არის ვის როგორი ნერვული სისტემა აქვს ვინც არის ძალიან ჰიპერაქტიული იმას ეს პრეპი ვაფშე არ წაადგება ვინც არის პირიქით ძალიან დაკომპლექსებული და ძალიან უფრო ესეთი აი შვიდი სხვანაირ გარემოში გაზრდილი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს ბავშვობაში როგორი ბავშვობა ქონდა იმიტომ რომ ფაქტიურად ნეირონები და ნერვული სისტემა ბავშვობაში უფრო ყალიბდება ეს ვარიანტი და ვიტყოდი იმ ნიუანსს რომ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამიტომ შესაძლებელია დაჟირო რომ ძალიან დაკომპლექსებული ტიპს აი ძალიან რომელსაც ყველანაირი კომპლექსები აქვს რომელსაც გამბედაობა აკლია რომელსაც ის არის რაღაცა რას თავიდან თქვი რაღაცა თქვა ტრენის მიკროდოზინგის ვარიანტი შესაძლებელია რომ ვაფშე და ჩვეულებრივ ადამიანს აქციოს რა და ამიტომ ისევ და ისე ყველაფერს აქვს მნიშვნელობა სად როდის რამდენი და ყველანაირ და ადამიანს და რა თქმა უნდა ბიოლოგიას ვიტყოდი blood tests სისხლის ტესტებს ფაქტიურად რა და ესტრადიოლი საერთოდ არის როგორ თქვა ქართულად არ ვიცი მატყუარი ესტრადიოლი არის ხოლმე ფაქტიურად ტრენზე იმიტომ რაღაც გარკვეული ფერმენტია შიგნით რომელიც ფაქტიურად რო გაიგო რომ რეალურად თქვა ნამდვილ იკეთებ ტრენს ფაქტიურად უნდა წახვიდეს ესტრადიოლი ჩააბარო მიახლოებით მესამე-4 კვირას იმიტომ რომ რეალურად იქნება ძალიან მაღალი ეგ არ ნიშნავს იმას რომ ამ მომენტში ინჰიბიტორები არომატაზის უნდა ვიყაროთ მუჭებით და უნდა დავაქვეითოთ ამ თავარი იმასი რა არის გინეკომასტიას თუ მივასაუბარი ფაქტიურად როცა ესტრადიოლი მაღალია ეგეც ფაქტიურად როგორ ნიუანსი არის გინეკომასტია ძალიან ინდივიდუალური პონტი არის ხალხი ვინც თქვა რავი ხიმიჩობენ ვაფშე წლები და არანაირად არ გამოიყენებენ არანაირ ინჰიბიტორებს არომატაზის და ვაფშე პოხუი არანაირ გინეკომასტია არ აქვს რა ფაქტიურად აი ეს რეცეპტორები მკერდის რა ძუძუსთავების ფაქტიურად და გარკვეული მან რაღაცა ლიმფა და გარკვეული რაღაც უჯრედები მან გინეკომასტიის მიდრეკილების ეგად ყველა ადამიანს აქვს ძალიან ინდივიდუალური ანუ შეიძლება რომ ადამიანმა იხიმიჩოს ძალიან დიდი ხანი და იეროს თქვა მაღალი ესტრადიოლი და ვაფშე პოხუი არ ამოვიდეს გინეკომასტია და შეიძლება ვიღაცამ თქვა რავი ჩეთი ორი თვე იხიმიჩოს თქვა რავი პროპიონადი დღე გამოშვებით იმას ამოვიდეს გინეკომასტია ამიტომ თავარ ნიუანსს აქ ესტრადიოლზე არ ვამახვილებ ყოველდღიურობას კი უმჯობესია იყოს დაბალი მაგრამ ადამიანს არის ტრენსზე და მით უმეტეს უცებ დოზირება არის უმეტესი ვიტყოდი 500 მგ ეს რაოდენობა მაინც და მაინც ხარ მაუცებს თქვა რომ აიმე და რაღაცა რა და კლასიკური დოზირება დაუტოვე რაც მე ვიცი შეხამებაზე ფაქტიურად სტატისტიკურად რასაც ახლა მე ვხმარობ ჩემ პრაქტიკაში რა რაოდენობას ტესტოსტერონი აქვს ფაქტიურად და ეს სიტუაცია გამოსწორდება პირველი ფოტო ფაქტიურად ძალიან არ მაუცებს პროლაქტინი ხარ რაცა ის ფაქტიურად კი ეგ მაღალია მაგრამ მე არ არის კრიტიკულად მაღალია ეს ფაში როცა არის მიახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ 10-ჯერ მაღალი რეფერალურზე ფაქტიურად აქაც რო თქვა რომ აი მე რაღაცა არის უბედურება აქ ვიტყოდი რომ ვაფშე დიდად არა იმიტომ რომ ხანდახან ხომ რაღაცა გარკვეული ანალიზები მით უმეტეს კალორიი ჯგუფი მით უმეტეს პროლაქტინი ინდივიდუალურია არ არის აბეზალოვკა რომ იმენა ნულებში ეგდოს და ფაქტიურად ვიაროთ მინიმალური პროლაქტინით იმიტომ რომ ვითომ ძალიან მაღალი დოფამინი თვლით მაგრამ ამასობაში დაბალი პროლაქტინოცა გააქვს იმუნური სისტემა ძალიან მერყევი ისეთი როგორც ფაქტი როგორც შიციას შეიძლება წახვიდე პროსტა ნიომა დაგიბეროს და ეგრევე გაცივდე ამიტომ პირველი ფაქტორი ფურცელი აქ არაფერი განსაკუთრებული შევეხებ ფაქტორს მეორე ფურცელს და მე გადავალ ბოლოზე რა ALT და AST აქვს მიახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ მაღალი რეფერალურებზე ბილირუბინის მაღალია ფაქტიოდ ახლა აქ როგორ სოდიოქსიქოლის მჟავა ძალიან დიდი რაოდენობით თუ საშუალება იქნებოდა წოთონებით ეს ვარიანტი აი ესეთ ანალიზების ვარიანტში მე გვიტყოდი რომ ეგ არის აბეზალოვკა ფაქტიოდ მაგრამ ALT-AST ძალიან არ მაუცებს აი ბილირუბინი ფაქტიოდ ყოფილიყო ნორმაში კიდე ბაზარი არ არის ALT-AST არის ისეთი ფერმენტები ფაქტიოდ რომელიც პახოვდო გზად მონაწილეობენ კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებაში. ადამიანი თუ თქვა იმ ტესტით ივორჯიშა მიახლოებით 1-2-3 დღით ადრე ანალიზებამდე და ALT-AST აქვს მაღალი. ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს ნორმალური ვაფშე. თავარი ყოველთვის არის უფრო ბილირუბინი და ვიტყვი კიდე როგორ ნიუანსს.
იყო რაღაც გარკვეული კვლევა, აი მე თუ არ ვწდები ავსტრალია, აღარ მახსოვს მოკლედ რომელიღაც გარკვეულ ქვეყანაში გააკეთეს საინტერესო კვლევა, გოპნიკებზე ზოგადად აუხმოვდნენ ფაქტობრივად იმ ხალხზე, ვინც ალკოჰოლს გამოიყენებენ ძალიან აქტიურად წლები ესე და იმათ ქონათ HLTS-ზე, ქონათ მაღალი მიახლოებით 5-ჯერ 6-ჯერ მაღალი ქონათ, 4-ჯერ მაღალი ქონათ ზოგს რა და მე ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის ეს ანალიზების შემდეგ, როცა ადამიანი ხანძლივ პერსპექტივაში ესეთ ანალიზებით დადის, იმენ HLTS-ზე მოხს საუბარი. მიდიხარ და ანალიზებს, ისა ეხოსკოპიას აკეთებ გვიძლისას ფაქტიურად რა და თუ რამე გარკვეული წარაზარდები თქვა და რაღაცა თქვა პრობლემა იქ არ არის, ეს არ არის ის რომ ვაიმე ღმერთო დროზე უნდა ხსასწრაფოთ რაღაცა ვიშოვოთ და რაღაც ექსტრემალური ვქნათ, მაგრამ მაგას უფრო ვიტყოდი მიახლოებით როცა არის მაღალი 2.5 3-ჯერ. ცოცხალი მაგალითი ვარ აქ. აი ეს ტემოქს ბოლო მიახლოებით 1-3 წელი ორჯერ მაღალი რეფერალურებზე და განსაკუთრებით მაქვს AST მაღალი. როცა AST უფრო მაღალი, ეგ არის უფრო კავშირი კუნთებთან ახლოს. ამიტომ ბევრი თქვა, ვინც მოჭიდავი მინახია, ვინც თქვა, ვისთანაც იმუშავია კროსფიტელებთან და რაღაცა როცა AST-ს ხედავ მაღალს, ვაფშე ძალიან არ მენერულება იპონჩი, რომ ეგ ხალხი ინტენსიურად ვარჯიშობს. და ეგ ფერმეტი მონაწილეობს კუნთოვან ქსოვილებში. ამიტომ აკას დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც ლაითი ვარიანტს ფიქრობ აქ ეს ვარიანტი უნდა, მაგრამ როცა ვნახო ფაილ ტესტის მიახლოებით 10-ჯერ, 12-ჯერ და 20-ჯერ მაღალს, მაშინ საინტერესოა ეს ფაქტიურად ადამიანი რას გამოიყენებს და ასე შემდეგ. ვიცი მინდა რაც შეეხება ეგ იმინა ALT და ეს ეგეც ინდივიდუალური ყოლას, რა ვიღაცა ძალიან გზნობი არის აქ, ვიღაცა შეიძლება ელემენტარულად წინა დღეს თქვა, უბრალოდ რა ვიცი, კარგად ცხიმიანი საჭმელი ჭამას აღამოს და ერთი ლუდი, ერთი ბაკალი თქვა, თან გინდათ 300 მლ ლუდი დალია და მაგის შემდეგ გაუხდა ALT მიახლოებით 2-ჯერ მაღლა, 2.5-ჯერ მაღლა. ამიტომ ეს მაინც და მაინც საგანგაშო არის თუ სტრუქტურულად ეხოსკოპიაზე გვიძლიერეს ნორმაში. ნუ ეხლა ფაქტიურად ძალიან ლაითად შევეხება, რკინა რომ მაღალი ეხება ლოგიკურია ეს ფაქტიურად, ეხლა ადამიანს ხიმიჩობს მასტი პრეპარატებით, მათ ლოგიკური რკინა შეკავდება. და ენტროპოეზი ჩვენი ენდოგენული, რა თქმა უნდა, სწრაფდება, უფრო ჩქარდება და რკინის სინთეზი და რკინის მაქსიმალური შეკავება ხდება მაქსიმალურად მეტად, მაგრამ აი ლიპიდური ცვლა ფაქტიურად არ ვიტყვი ხა რაღაცა თქვა კოსმოსია და ვაიმე აქ რაღაცა შინელება არის ფაქტიურად ქოლესტერინის მოხსა უბრალოდ ლიპიდურ პროფილს რომ საერთოდ ქოლესტერინის და მის ფაქტიურად ჯგუფს რა და არ ვიტყვი ხა რაღაცა სწავლია და რაღაც კოსმოსია და ვაიმე всё ადამიანი ათეროსკლეროზით და რა ვიცი რაღაცი თქვა უბედურებით ინსულტით ინფარქტით მოკვდება ერთ თვეში, მაგრამ არ არის რეკომენდირებული ესეთი ქოლესტერინით ტესტი სიარული დიდხანს რა არ გავატრაკოთ მოკლედ და ეხლა ფაქტიურად აქ რო სტატინი რაღაც ადამიანს მილიონი პროცენტი სჭირდება, გინდათ როზა ან გინდათ სპიტაროა სტატინი, აქ 200-ზე არ არის და გზად რა ვიცი რამე ბადები ისე ესე ფინანსები თუ არის, რა ვიცი თქვათ, გარლიკი, ნიორი, რედის რაისი, ციტრუს ბერგამოტი ეს რაღაცები შეიძლება რომ გამოყენეს ფაქტიურად თუ ადამიანს ფინანსები აქვს. აქაც გავიარეთ, მაგრამ ეს ნიუანსი აღნიშნე რომ ეს არის ესეც დიდი ხანი ეს სიარული ანალიზებით არ შეიძლება. და ეხლა ალბათ ყველაზე საინტერესო ვარიანტი 12 წუთი ავედი. ვფიქრობ, არ მინდა ეს ფორმატი იყოს მაქსიმუმ გრძელი და თუ, რა ვიცი, შეიძლება გადავიღო ხომ ესეთი ვარიანტები ხანდახან. აი, ცუდი რაც არის ფაქტობრივად ყველაზე საინტერესო ამ ანალიზებში, აი ეგ არის ბოლო ფურცელი ხა, რაც არის, სადაც წერია გემატოკრიტი, ანუ ეგ არის ფაქტიურად ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ქვია ეს სქელის სისხლი რო ეძახიან, სისხლი გასქელდა და ასე შემდეგ ფაქტიურად. აქ ამ კლინიკაში რაც ჩაბარებულია, ზედაზღვარი არის 49 არის ფაქტიურად რა. როცა არის 49, მიახლოებით ახლა 2% ნახევარი უხეშად 3% მაქსიმუმ ვიტყოდი რომ რაღაცა თქვა ვარიანტში light პერიოდში, სულ სტაბილურად non-stop-ით ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რეფერალურ ზღორებს ახლა შტერი ხალხი არ აწესებს ფაქტიურად, ხა იქ აქვს გარკვეული სტატისტიკა. ყოველთვის ჯობი იყოს ყველაფერი რეფერალურებთან, მაგრამ 1-2% დასაშვებია მაქსიმუმი 3, მაგრამ როცა არის უკვე მაღალი მიახლოებით 9 და 10%-ით, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ სისხლი არის სქელი და გულზე მიდის აი პიზდოსური დატვირთვა. როცა არის 10% მაღალი, ანუ მიახლოებით ფაქტიურად გამოდის ახლა როგორც ეს ავიღოთ სინევოზე რომ გადავიტანო თქვათ, გამოდის მიახლოებით სინევოსთან დაკავშირებით გამოდის 20 ჰემატოკრიტი მიახლოებით 1.60 მაღალია რეალურად რა და ეს გემოგლობინი ერიტროციტები რომ მაღალია ფაქტიურად ეს ხო ლოგიკურია ეგ არის ერთი ჯაჭვი ეგენი არ არსებობს ერთი მეუღლის გარეშე იყოს თქვათ არეული ეგენი ყველაფერი ერთ ჯაჭვში მუშაობს ფაქტიურად მაღალი ჰემოგლობინი მაღალი ერიტროციტები მაღალი ერიტროციტები მაღალი გემატოკრიტი აქ რა სიტუაცია არის ფაქტიურად ამას შევეხები ამ სიტუაციას ამ რეკომენდაციას ვიტყვი ხა რეკომენდაცია და ყველაფერი რა თქმა უნდა დავალება მიცემული მაქვს რა ვიცი ვიტყვი ფაქტობრივად როგორი სიტუაცია არის ადამიანს შეჯიბრი ახლა მომავალში არ აქვს მიახლოებით 1-4 თვეში რო შევეკითხე ეს არანორმალური რა ვიცი ეს კურსები 750 მგ ტესტი ამდენი ტრენი ამდენი თქვა ინას ნანდროლონი ტურინაბოლსაც 360 მგ სოლს ფაქტობრივად გამოდის მიახლოებით უკვე მე-4 თვე რა რო ვკითხე რატო პასუხი ყველა საინტერესო ეგ არის ხომ ცოტა მომდიმარე სახე და რავი აი დარბაში ვიღაცა ტიპი არის კაროში რა და ის დიდი ხანია ხიმიჩობს იმან ესე მითხრა რა და ეხლა ეს ბოლო ხანი ცოტა ვერავარო
სიმპტომები კაც რა ქონდა ფაქტობრივად. რატომ მოვიდეთ ჩემთან კოლსზე? ვერ გზნობდა თავს კარგად რა პონჩი. ძალიან ხშირი ესეთი კვეთრი გამოკვეთილი დაღლილობა, აი კიბეზე შევდივარ მეორე მესამე საათს ვერავარ შინაო. საღამობით მაქვს მაგარი თავის ტკივილიო, ხა ლოგიკურია ხა რომ წნევას იზომომეთ, წნევას ვაფშე არ იზომავ და ეგეც საინტერესო არის. და თავი მისკრება საღამობით, რა შიდა ქალისნევა, ხა ეკოლოგიკურია რა, ჯაჭვად და ну, пиздец ფაქტობრივად იმ პონჩი რომ ზოგი არის ჩვენთან საქართველოში და ზუსტად ეს მინე ეს ეთიკა მინდა შემოვიტანო ქიმიკოსებში ფაქტობრივად, იმიტომ რომ მეც ხლა ქიმიკოსი ვითვლები, იმიტომ რომ მეცლებია ეს ვარიანტი ვთქვა ხიმიჩო, თუ რა ვიცით HRT-ზე ვარ, თუ HRT, მე უფრო HRT-ზე ვარ, ანუ ჰორმონ რეპლეისმენტ თერაპია, იმიტომ რომ მარტო ტესტოსტერონს არ ვიკეთებ, თიროტროპულ თიმასაც ვსვავ ფაქტობრივად თიროტროპულ ჰორმონებს და ისეთ სიტუაცია რომ ის მინდა შემოვიტანო რომ არ ხდება მეგობრებო ეს სამყარო და ეს გზა ანალიზების და კონტროლის გარეშე თუ გინდათ რომ სიცოცხლე მაქსიმალურად შეინარჩუნოთ და დიდი ხანი პახუდ გზად იცოცხლოთ. ნიუანსი როგორი სიტუაციაა ფაქტობრივად ხშირად მეკითხებიან რომ ეს ყველაფერი სიცოცხლეს ახანგრძლივებს თუ აქვეითებს. აი ესეთი კურსი რაც ახლა ვთქვი 1,000,000% აქვეითებს. ყველანაირი ფაქტიურად მეტაბოლური პროცესი, რაც კი რამე ნივთიერება აჩქარებს, ლოგიკურია თუ ეგ აჩქარებს მეტაბოლურ პროცესს, გულისცემას, რა ვიცი, უჯრედების განახლებას, ლოგიკურია, რომ ის სიცოცხლეს ამოკლებს, მაგრამ მე უფრო მაინც ვარ ჩემს აზრზე, რომ მე მირჩევია რომ ადამიანმა თქვა თუ იცხოვრა საშუალოდ მიახლოებით 80-85 წელი, მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ თქვათ ხარისხით იცხოვრო. ვიდრე პროსტა ციფრები რომ პროსტა იცხოვრო. იმიტომ რომ არ არის ახლა მარტო ის რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობა რა ყოველთვის ხომ ვიცი აი მე ქალთან მეგობრებიან თქვა გამიგია რაღაცა რომ მე აი მქონდა იქ 50 ქალი ყოლი 100 ქალი. ეგ არის ცხოვრებაში მთავარი ყოველთვის არის ხარისხი რა. აქაც იგივე სიტუაცია ცხოვრების ხარისხიც. რას აკეთებ, როგორ აკეთებ, როგორ უგზნობ თავს და ასე შემდეგ ფაქტობრივად. ახლა ადამიანი შეიძლება ვაფშე არ იღებდეს სტერიკებს, საერთოდ არ ეკოლოდეს თქვა სპორტულ ფარმაკოლოგიაში თქვა ან ამ თემაში, მაგრამ რა ვიცი, იწოს წელი ცხოვრება დივანზე და რა ვიცი გარდაიცვალოს რაღაცა რავი გულთან დაკავშირებით ამ დაავადებით 50-საც გამიგია, 45-საც გამიგია, 46-საც გამიგია, ხალხს 54 წლის ბიჭი ჩვენი ქალაქიდან მოხდა ეგ სიტუაცია. მოკლედ ისეთ სიტუაციაა, რომ ისევ და ისევ თუ ყველაფერს ამ დაგვარს ვაკეთებთ ამ ყველაფერს ტკუვით. ანუ არ უჭერთ ფულს ანალიზებზე 1,000,000% და ისევ და ისევ ყველანაირი კურსი და რაღაცა ეს ინდივიდუალური. მე მინახია უარესი ციკლებზე ყოფილან ტიპები და ეს ანალიზები ცუდი არ ქონიათ. ანუ უბრალოდ ამ ადამიანს ეს ვარიანტი თქვა გენეტიკური კოდით არ გაუმართლა ამ სიტუაციაში. არიან ხალხი, რომლებიც როგორც მგზნობიარები არიან თქვა ფარმის მიმართ თქვა და ძალიან აქტიურად გზნობენ რაღაც გარკვეულ რაღაც ფარმის რაოდენობას, ნორმალურ დოზირებას. ზოგიერთი ვაფშე პოხუი, ვაფშე ვერ აგზნობენ ფაქტიურად და უნდათ მეგადოზები. ანალოგიურად იგივე სიტუაცია არის, რომ ვიღაცა ადამიანს თქვა რაღაცა რაოდენობა ფარმაკოლოგიაზე ძალიან მალე შეერყევა ჯანმრთელობა და ვიღაცას ვაფშე პოხუი და ცხოვრობს და აი ეს არის გატანილი თბილისში მიახლოებით ალბათ ვიტყოდი ერთი რა ვიცი, ალბათ 40-50% მაინც გურუები, რომლებიც წლები ხიმიჩობენ, პროსტა უბრალოდ ბუნებრივად დაიბადნენ ძალიან ჯანმრთელები და გონიათ რომ თავი გონიათ და ნახვი ეგანაიზები ცხოვრებაში ჩამიბარებიან და მე ხო შენ თავს თავს რა და მოდით ყველაფერს ჭკუით მიუდგეთ მაქსიმალურად. ქართველები ძალიან ბევრი არა ვართ. მოდი ვიყოთ ფაქტიურად ერთ მუშტად და ფაქტიურად ერთი რაღაცა ისეთ ვარიანტში ნორმალური მოსაზრების ფაქტიურად მქონეები. და მე გიჩვენებთ მაინც რომ ყოველას ფაქტიურად ანალიზები ჩააბაროთ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტუაციას, გემატოკრიტს, აქ დოზირებები უნდა ჩამოვიდეს, აქ ორი აზრი არ არის. დოზირებები აქ 1,000,000%-ად დაიღოროს სისხლი 1,000,000%-ად ბახობი შეივსოს ეს ყველაფერი სიცხის რაოდენობით, განასხვავებით არის საჭირო და 1,000,000% აქ არის საჭირო კიდე ფიოქტოვის მჟავაც, რომ ცოტა ტკინა გამოვიყვანოთ. ამიტომ ისევ და ისევ ვიტყვი რას. ლაითი პონტი რაღაცა საინტერესო ის პონტი. იგი პასუხეთ კიდე, კაი ტრომბოციტები ნორმაში ეკითხა მაინც პოლიემენია, ტრომბოციტები მინახი ამას გასლებით მაღალი. მოკლედ ისეთ სიტუაცია რომ თავარი ის არის რომ ეს ტიპი არ არის ასაკით დიდი მიახლოებით თორასტები არის 28-29 არის რა და იმაგის ფონზე ისევ და ისევ ეს ანალიზები რო ქონებულიყო თქვა ადამიანს რომელიც არის 55-50-ის იმას ვერ ექნებოდა კარგად საქმე რა და ამიტომ ფაქტიურად ჩემი ეს ვარიანტში რა ვიცი ხა მე აუდიტორია ნაღდად ვაფშე არ მყავს ფაქტიურად მყავს ცოტა ხალხი, მაგრამ ისევ და ისევ როგორც თავიდან ვთქვი, ჩემს მიჩევი ხალხი იყოს. ვიდრე ვიღაცები ვისი პროსტა ციფრები აისახოს ჩემთან და ისეთ ხალხი, რომლებიც ვაფშე ჩემი ვერ ესმით, მე მიჩევი ეს აუდიტორია, ვინც ყვანან ჩემები, ვინც მისმენენ ნორმალურ ის ვარიანტში და ვინც ცოტა უნდათ რომ გაერკვან სამედიცინო ლიტერატურაში, ან თქვა ვინც კითხულობენ PubMed-ს, ან თქვა რამე ნორმალურს.
ისევე გამხარე და ფაქტიურად ვინცაც თქვა თუნდა ამ სიტუაციას გამიგებს რა. ისა და ისე თუ მივასაუბარი თქვა ტრენზე, ტრენი არ არის 3, 4 და 5 თვის პრეპარატი დიდ დოზირებაში. აქ 200 არ არის. და კიდე ფაქტიურად როგორ ნიუანსია, ბევრი მოსულა და აი ვინც მიცნობს ატეხილი რო არის რა, აი ტრენი არ გინდა ვეუბნები ტრენი, შეტრენი არ აღჭირდება ფაქტიურად რა და ისეთ სიტუაცია რომ ზოგი პროსტა ისეთ ჯიბრზე არის, კაროჩე რომ უნდა გასინჯოს რა და ვიტყვი როგორ სიტუაციას ფაქტიურად თუ მოხვდა კაპილარში ფაქტიურად შეიძლება ისე წავიდეს ინიექცია რომ მაგრად არ გაგისწორდეს ხოლების პონჩი ეგ ერთი რა ალბათ მაგას ადამიანი რომ გამოცდის მე პახოდო მაგითაც რა და ტრენი ისევ და ისევ მარტო მაშინ როცა ვაკონტროლებთ ანალიზებს თუმცა არის თქო რაღაცა გარკვეული ნორმალური გეგმა რასთან რატო აკეთებდა როგორ და არის რეალური მიზანი შეჯიბრით თქო ანალიზის შემდეგ პროსტა პლეაჟისთვის და რაღაცა ჯობი არა რა ფაქტიურად და აი ესეთი პონტი არის ესეთი გარკვეული რაღაცა ვიდეო რა ვიცი მეგობრებო თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ფაქტიურად გაუზიარეთ მეგობრებს მაქსიმალურად და ესეთ ფორმატს ხანდახან ხოლმე განვიხილო რა საინტერესო პონტი არის ჩემთვის ფაქტიურად რა და რა ვიცი ახლა ეს სამუშაო დღის დასასრული და გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო გადამეღო ახალ ლოკაციაზე რა ყველას ფაქტიურად დროებით გემშვიდობით ყველანი იყავით ჯანზე აბარეთ ანალიზები ნუ ჟოშკავთ პლუს ეს არის ფაქტიურად ყოველ ძვირფასეს გაგაჩნიათ თქვენ და ყველანი იყავით ჯანმრთელები და ჯანზე ყველას დროებით ადიოს